მოგესალმებით ჩემო ტკბილო ხალხო და გემრიელო ხალხო როგორ მოგესალმოთ ისიც არ ვიცი იმიტომ რომ ამ ცოტა ხანში შეიძლება ესე მომიწიოს მოსალმება რა ვიცი რა ყველანაირად შეიძლება რაღაცა მზად უნდა იყოთ ყველაფრისათვის აუ ეს არაბიზაცია არ ვიცი რა უბედურება ეს რა რატო არა ნუ ერთია რაღაცა მესმის ხა ხელისუფლების რომ პატარა რაღაცა წათევზავება კიდე უნდა ეხა საქართველოში არ ეყოთ ეხა მაბრალებენო არ თქვა თქვენვე იჭერთ თქვენივე ხალხს ვინც სათავეში ყავდა და ვინც იმას და რას უშვებით კაციშვილმა არ იცის კიდე ბიძინა მარიცოდა ეგ ამბავი აი ეხლა ვინმე რამე ბიძინა მე გამბავი არ იცოდა გაიგო თუ არა და ეხლა მე მგონი დასაჭერი ყავს ნახევარი საქართველოს და ან აზერბაიჯანი ან არაბებით შეიძლება რომ პარლამენტი შეავსოს ან გააჩინონ ვინ რამდენ მაყუც მიიტანს რა მაგას გააჩნია მოკლედ შეიძლება რა ამ საქართველოში ყველაფრის ყიდვა შეიძლება აგერ თურმე არაბებს რა ვიცი ბიჭო მე რატომღაც მეგონო გენეტიკურად ის 1122 წელს 1122-ში მისი რა ვიცი წმინდანმა დავით აღმაშენებელმა მეგონა რომ საბოლოოდ გარეკა ეს და არაფერი არ დარჩა ამ ბატონობის შემდეგ მაგრამ რაღაცა გავიხედო გამოვიხედო მაინც არის რა ეს იმ გენეტიკურად დარჩენილი რაღაც ის ნაბიჭორები რო არ ყავდათ ეტყობა არაბებს საქართველოში რაღაცები არიან დარჩენილები და ისინი რაღაცა ტაშს უკრავენ რაღაცას და კარგით გეყოთ ბიჭო როგორ თბილისურად როზე იწვევით რა მაგრამ თქვენ საქციელზე რომ რაღაცა აუსა არაბების ის და რაღაც სასაცილო ტიპები ჩახართ ყველაფერს ფიცავა რა სასაცილო ტიპები ჩანხართ უაზელინო კლიენტები რა აი ხო ეგეთი პადოვნი მე არ მინახია ძმაო რა გჭირთ რა უბედურება გჭირთ და მე არ ვიცი რა როგორ ტაშს უკრავთ და შეიძლება თითი ამბებიც უმღეროთ და რაღა არა ცხენიათ მაინც რო კითხოთ ქრისტიანები ხარ პირჯვარს იწერს და მრევლი ხართ ხო ბიჭო სირცხვილია ბიჭო ამ ორი დღით ნუ ცხოვრობთ რა სულის ცხონებაზე თუ ფიქრობთ და თუ რამე საქართველოზე თქვენ შვილიშვილებს და იმეებს ეხა ავიცი რა მაგრამ პრინციპში ქართველი ხალხი ესეთია რომ მე დაივიწყებს აგერ ორჯონიკიდის თამომავლები და იმეების თამომავლები დაივიწყეს ვინც დახოცა ნახევარი საქართველოს და ილია ჭავჭავაძე ვინც მოკლა და აი მათი ისინი დაივიწყეს მოდგმები და ისინი და გეუბნებით რა მე არ გამქრალა ძმაო ეს ეთყობა თავის დროზე შახაბაზისგან ეს ჰაბიბ იბნ მასლამ იყო 645 წელს რომ შემოიჭრა საქართველოში და ბუღა თურქის რაღაცა ნაშიერები ხართ მე მგონი თქვენი შუბა დაუხიე თქვენა ხართ ბიჭო კაი ბიჭები ვერ გავიგე საქართველოსთვის რო გადახედონ თქვენ ისტორიას თითქოს რაღაცები გააქვთ რაღაცა ჩადენილი გაკეთებ რამ გაგაფარჩაკად რამ გაგაბოროტად ქართველი ენის წინააღმდეგ არ ვიცი მე ეგეთი რამე არ გამიგია კაი მე არ მithქვია მithom მაგრამ აგერ ერთი კარგ რამეს უცბად გავიხსენებ რა გითხრათ რით გაგახაროთ ილია ჭავჭავაძეს პატარა ფრაგმენტს აგიკითხავთ ჩემი კაი არ დაიჯერება მაგრამ თქვენც მე მგონი წმინდანად აღიარებ და ერთ-ერთ ყველაზე ისეთ ადამიანად საქართველოში ილია ჭავჭავაძეს თუ პირველად არა რა ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა ვერ წაგვართვა ჩვენი მიწაწყალი ჩვენი ქვეყანა ხმლიან მტერს გავუძელით გადავრჩით ქვეყანა და სახელი შევინახეთ სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ შევირჩინეთ საქოლავი არავის ავაგებინეთ ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო რა შრომით და გარჯით ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს ფეხ ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის სახელს გაგვიქრობს გაგუწყვეტს სახსენებელი ქართველის ამოიკვეთება და ჩვენ შვენიერ ქვეყანას როგორც უპატრონო საყდარს
სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინღა გაუძლებს თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დაუყენეთ. ვართ კი ყოველივე ამისთვის მზად? ან გვეთყობა რაში მე რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? აი ამ გენიოსმა ქართველმა როგორი რამე ვკითხა თან რამხელა ეს უბრალოდ ფრაგმენტი მაქვს თორე ბიჭო ვისაც სურვილი გაგიჩნდათ რომ ეს ტაში დაუკრათ ამ რაღაცა პროექტია თუ შავი ქვა არის მართლა იმას რომ ტაში დაუკრათ მოდი ძმურად წაიკითხეთ რა რომ ტვინი არ აგირიოთ ფულის სიყვარულმა და ბოროტმა არ აგირიოთ ტვინი თუ არა და ნატურის ხიდან ეხლა ერთ დღევანდელობას გაგახსენებთ ბიჭებმა დღეს მაგრად იმუშავეს ჩემთან ერთად და მინდა რომ სულ ეს პატარ-პატარა ნაწყვეტები ქართული გენიალური ფირმებიდან მოგაწოდოთ რა ერთი მიდი ძმებო ყური მომიგდეთ ხმაწვილებო და დაიხსომეთ შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი რა გამოიყვანს ვაი მამულო გასამედებულო მეწოდება ჩემი სამშობლო საქართველო ნაკარალი ნაკორალი გაგლეჭილი გამოგლეჭილი დაჭრილი არწივი ვეფხვი უსულოდ დანაცხებული იმარხება საქართველო იმარხება ქრისტეს კუნძული ღმერთო შენი მაფსიმედი ფეხზე დააკენე ჩემი მამული მოგვეც განახლების საუთაგონიერება ღმერთო შენ დამხე ჩვენი მტერი ქართველ ტყვაპია აღსდექ საქართველო ქაღალდზე მეოცლებეთად რო წავიდა საქმეა საჭირო საქმე ნოგაშინიათ ხალხო ისევ დაგვებადება აღმაშენებელი რუსთაველი თამარი ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული აღსდექ საქართველო ყველამ ერთხმად შევ გაპარუმან ვირები papila princa Atsimtagadamatales Tevi Caucasionis Sionis, Tevi Caucasionis აუცილებლად მიმიყოლეთ ის რაც ლეიტმოტივი იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის რა რომ გაიყიდა საქართველო რა ეგ მომენტი ჩამიგდეთ ეხლავე რომ იმიტომ რომ ეს მომენტი რამოდენიმეჯერ მინდა რომ კარგად დაიმახსოვროს იმ საზოგადოებამ ვისაც სურვილი აქვს რომ უაზელინო შეეტენოს ამ თემატიკას რა ჩამირთე ძმებო რა მადლობა ქვეყანა სამი რამაკლია ცას კიდე ის ლასხი ადამიანს სამართალი კარგად დაიმოს აი ასე ხიდნებს საქართველოს და დაიყიდა თამარკალი ციტალ გუბრიანად
რა გენიას როდის არ შეიქმნა ეს და როდის როგორც ფილმად როგორც ჩამოყალიბდა როგორც ნაწარმოებად გოგლასი რა ვიცი ხა გაიყიდა აგერ გამოვიდა ამდენი წლები და მართლა გაიყიდა საქართველო მაგრამ საქმე რაშია ვერ გაიყიდება საქართველო იმიტომ რომ სულ ჯიგრიანი ბიჭები და გოგოები დარჩნენ რა საქართველოს არ გაგაყიდინებთ თქვენი შუბა დავხიე თქვენი რა რაც არ უნდა იყოს არ გაგაყიდინებთ საქართველოს რა ტანკებს რო ჩაუწვეთ კიდევა და რასაც გინდა არ გაგაყიდინებთ ბიჭო სულს არ წავიწყმიდავთ რა ქრისტეს წინაშე არ დავდგებით რა შეშინებულები ეგეთი რამის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელია ჩემი ქართველი შეიძლება იმაზე არ გამოვიდეს ისა ევროპა რა საკუთარ მიწაწყალს და საკუთარი ბუდის დანგრევა გინდათ ჩვენთვის თქვენი დედა ავატირე თქვენი ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით გამარჯობა გაგიმარჯოს ბატონო გესმის ჩემი კარგად კი ჩემო კარგო მესმის შემოგევლე ეხლა ძალიან ახალმებული ვარ და მინდა გითხრათ რომ არავითარი ინვესტიცია არავითარი კონტრაქტი და რაღაც ასეთი აბლუღები არ არსებობს პირდაპირ ამ უხსენებელმა მაგის სახელით არ მინდა დაიბილდება სუპია და ჩემებინა მაგის სახელით მიგაყიდა მაგი ჩვენ კაკიდა პირდაპირ მიტა გაყიდა მე როგორც გავყიდა ჩემი სახანე მიტა რომელიც არჩევდება ჩემ თანასოფლოს ნაცესავს მიტა ჩემ თანასოფლოს სპარტაიზმს არაბულში მაგრამ ამან გაყიდა მიწაწალი გაგვიყიდა და აქ ქალაქს გააშენებს რაღაცი არჩაგიშოს მე ჩვენი მიწას წარმოგიდგენია გასაშეშებს კი იმიტომ გალავს პარტიებს არ უშავს პოლიტიკოსებს ხმის ამომღები არავინ არ იყოს გამოვიდეთ ხალხო ქუჩაში და ეს დავაპატიმროთ პირდაპირ ქუჩაში მივიდეთ გამოვიყვანოთ გარეთ თუგინა სიცოცხლის ფასად ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებთ ამას ამის მოწმენა არ შეიძლება ასეთი მოღალატე გამყიდველი არ ფეთქებანას არ ეყოლება ეს როგორ შეიძლება იმის გვერდზე არ დამტკიცი ამის გვერდზე არ დამტკიცი იმისთა ნაციონალისტთა და ქოთისთა აიყვება ეს კაცი უნდა მომიშორო ფაქტი კონცერტო კონც გაიგონებს პარლამენტში როზი ხარ თქვენი მიწაა მადლობ გია შენ გენაცვალეს გენაცვალეს შენ ძმაო ოქრო ხარ ოქრო ძმებო რა არის იცით აი ძალიან კაი ხანი მინდა დაუთმო რამოდენიმე რამეს რა სუის მახსენდება ხოლმე დავით გურამიშვილის ლექსი საკმაოდ დიდია და პატარა ფრაგმენტს თურქი სპარსი ლეკიოსი ჩერქეზ ღლიღვი დიდოქისტი სრულად ქართველების სრულად ქართლის ტერნი იყვნენ ყველამ წახრა თითო ქიშტი მერმე შინათ აიშალნენ ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი თავის თავსახმალი იცეს გულთა მოახვედრეს ხიშტი აი ხამაზე თუ რო არ ვილაპარაკო გავსყდები ის რამდენი რამე წერილი დამიწერა ძმებო გემუდარებით უყველას რა ბიჭო არ გვინდა ეს რაღაცების ქექვა ერთმანეთში ამ იდეის ქვეშ დადექით ყველა ერთა 30-ში იქნება არა ჩვენ ადრე იმათ ვარ არაფერი ეგეთი არ გვინდა გემუდარებით რა ბიჭო ვაფშე სხვაგანა ვარ სხვა ლეველზე ვარ სხვა სიმაღლეზე ვარ სხვა რამე გვა გასაკეთებელი რა დროს იმან დაწერა რომ აი გამყიდველი ის არავინ გამყიდველი არ არის ვინ საქართველოსთვის ახლა დადგება ძმაო და იტყვის რომ არავითარი ინვესტიცია არავითარისა ჩვენ მოვიკლავთ თავს და ჩვენვე დღეს არა ხვალ არა ზეგ ვისწავლით რაღაცას ღმერთი გონებას გავგვიხსნის მაგრამ ესე რომ ჩავაბაროთ ბიჭო ამ სუმაგას ვამბობდი დიდი მაყუთი აქვს ამ იქითკენ არაბებს იმეებს ირანელებს იმეებს ამებს და იმ ფასად რო იყიდია მთელ საქართველოს ძმაო და რაღაცე გაქვთ პრეტენზია რა თქვენი დალეული ღვინო და სადღეგრძელო არ ვნახოთ თქვენ ფარჩაკებო ვინც ამ მოძრაობას არ დაუდგება რა 30 გამოაცხადა პატრიოტ ალიანსმა
კეთილი ვინებოთ ნაწყენი ხარ არა ხარ ნაწყენი გჯერა არ გჯერ შენ ხო ღმერთის წინაშე გამოდიხარ ძმაო ღმერთის წინაშე აკეთებ და შენი შვილების და შვილიშვილების წინაშე აკეთებ მაგ საქმეს ხო მაგიტომ აკეთებ კეთილი ინებე და გამოდი რა გამოდი ძმაო და თქვი შენს 7-ში გამოდი 9-შიც გამოდი სანამ არ დავახურინებთ იმას ამ იდეას სანამ არ ამოვაშთობთ ბოლომდე მანამდე უნდა ვიაროთ და ვინც არიარო ძმაო მე თავის თავს მოკითხოს ღმერთის წინაშე და ბაბუ მე დამხვრიტესო ის ანეკდოტი რომ ზუსტად ესე მოგივა თქვენი ზარი მაქვს ეთერში მოგზავდით Алло. ბატონო გისმენთ კი ბატონო იცით რა აი ვინცრო იმას გაზი რამიშვილი ტელევიზიაში ხო ისა რამიშვილი და სამეულიროა ხო რა გავნან იცი რუსისუარი ხატვარი ბატუარები ასე რო არის მონადირეები რეპინის ნახატია თუ არ მონადირეები ხო მართალი მძანდებ დიდი მადლობა აუ რა კაი რამე დაარტყავს მათა ერთი რამ მინდა აი ეს ქართველების და გურამიშვილი მთელი გადაცემა მინდა მიუძღვნა მაგას გემუდარებით ბიჭო ეს ბოროტი აზრები გადევნეთ ვიზეთ თუ იცით რომ ესია დაივიწყეთ რა მოთმინებითა შენთა მოიპოვეს სასუფეველი თვისიო რა გეუბნება და მეტი ეხა რა გითხრას ღმერთმა და ჩვენ დაბრმავდით ყველაფრისთვის მარტო ერთი რამისთვის გაახილეთ თვალები რა ეს ერთი როგორ გემუქრებიან ეს თავხედები ვიღაც ექსპერტები და ვიღაც ტიპები რო გამოდი აი პასუხ აგებ კი არა ბიჭო ცხვირპირით გათრევინებთ ასვალზე თქვენ კაზიოლებო თქვენ მამალო თხებო თქვენ რას ნიშნავს მე ვაგო პასუხი იმის გულისთვის რომ ჩემი საქართველო მიყვარს და შენ ვიღაცა გადამთიელი შემოყავს რომელსაც შნირებად გინდა დაუდგეც უყველა აბსოლუტაში გინდა ბრატ ვიმუშაო თუ როგორ არის ეგ საქმე ბიჭო ეს განათლების ამბავი ხო ვაფშე წაილეკა და დაამთავრდა რა ევროპაში ვეღარ გაუშვებ 11 წლიანი ბიჭო ხო არ აურიეთ მართლა რა გჭირთ რა რუსებს აქვთ ეგეთისკა ბესპაპუტალ ეშმაკმა ხო არ შეგაცდინათ ძმაო რაც გინდა კრიშა გაიკეთეთ ქართველი ხალხი იმდენი არიან ბოლო ამ პოლიციაშიც და ყველგან რა არ არიან ქართველები ისეთი ქართველი ბიჭები არიან ამ ჯარში ნაომრები და ისინი ბოლო გადაუტრიალდება ჩარიკი და დამთავრდება თქვენი ბაზარი რა დამიჯერეთ სისულელეს აკეთებთ ახლა სისულელეს და რაზეც ხალხი ჩუმად იყო და გითმენდნენ რაღაცეების გაკეთება ეხლა აღარ მოითმეს აღარ მოითმეს არავინ მე აქ ხალხის ასაგდებად კი არა მაგაც შინაგანს ვლაპარაკობ რა რომ აი შინაგანად ქართველი ბიჭო არ შეიძლება აი თქვენ თვითონ დაფიქრდით ქვეცნობიერში ქართველი კაცისთვის არაბი ის სადა რთული რამეა შენ мама პაპას და ბებიებს და ბაბუებს რომ გიუპატიურებდნენ და იმას რომ ბახტარიონი ხო არ დაგავიწყდათ ბიჭო არ გეკითხებით რა აი ეს ქართველების ერთმანეთში აურზაური არ მომწონს და გენიალურად აქ მეფე დიდოსტატის მარჯვნაში მეფე გიორგი სიკვდილის წინ რო ყვება რა ქართველების ისტორიას ერთი ჩამირთე ძმებო რა აუცილებლად მინდა ეს რომ გავახსენო რა ყველაფერი ეს რა ლაგუნა კარგია შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს სადრო სიკვდილია რა საბრძანები მეფე ბატონო ჩემი დღენი დათვლილი მიდი არ სამრედა მე მრავალი ცოდვა მიმიზღვის აუქალათ როგორც მეფეს ისე როგორც კაცს თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხის მიტარებია
ვაშკაციც ვიყავი და შიშარაც. გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მოვარდნი. სიმთვრალეში კარგი ვაშკაცები ვარ და კარგი რიტორები ბიბა. ეგა ოღონდ სიფხიზლეში ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო კეიფის დროს დანაკადები უკვე აღარ გვახსოვს გამაფხიზლებოდ. ტერიაურად ხელი გმავს და ჩვენ სიმცირეს მივდივით მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტლით, როგორც დაგუდილ წერას. აი მეტი ამაზე ზუსტი პროგნოზი ქართველებისთვის და კიდე მერე ცოტა ხანში ალბათ თხოვ ჩემ ბიჭებს რომ მეფე დემეტრეს სიტყვა გამახსენოს რა არ შეიძლება სხვანაირად არ გამოვა არაფერი რა ხო და იმას ვამბობ რომ რაღაცა საერთო უნდა მოვიფიქროთ ძმებო, დებო, პატარებო, შვილებო, დიდებო, ერთი მუშტი უნდა გავაკეთოთ. 30-ში დავიწყოთ, 7-ში გავაგრძელოთ და ფინალი გავაკეთოთ ყოველთვის. მე 30-შიც ხო მივა, 7-შიც უეჭველი მივა და ყველას მოგიწოდებთ. არ დაიზაროთ. აი დღეს წყდება ყველაფერი. ის სიმღერა რო არის, ჩემი საქართველო აქ არის. ეგ უნდა გადაიღონ ეხა გონიოს ტერიტორიაზე და აი წანისის ტერიტორიაზე და არაბების იმის ქვეშ როგორ და ჩემი საქართველო აქ არის ეგ უნდა იმღერონ არაბებმა იქ იმ გონიოში და იმ წანიში რა არა ცხენია ბიჭოსი ხარი საქართველოს სად არის მართლა სად არის მე ეხა აი ყველაფერს ვიცავ მინდა რომ ამ პერიოდში მოვიარო ისობე ჭალაშიც ჩავიდე, კახეთშიც ჩავიდე, როგორ ისინი აქ თაშენებული ამათ რა და რა კი მოიკიდებენ და წაიღიდ ას მოიკიდებენ და ვის რას ვატანთ ჯერო ვის რას ვატანთ ძმაო და მე იქ ქართველი კაცი თუ არ დასახდა მაგარი ინვესტიციაა ეს რა მაგარი ფული ხო იბრუნებს ფული იბრუნებს მაგ არაბებს ელემენტარული აი ფაბრიკა ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიების რო გაეკეთებინათ ვინ მამაძაღლი ძმაო მადლობელი ვიქნებოდით დასაქმდებოდა ხალხი და პროდუქტი შეიქმნებოდა რაღაცა სახლები მოუნდათ იმას ერთი 4 მეტრიან კედელს დაარტყმენ და შიგნით აბა წავა ვარლალალო რა რასაც გინდა იმას გააკეთებენ სარიმა ქეთერში მოგზანდით ბატონო გისმენთ გამარჯობათ გაგიმარჯოს თმაო ეს არ შეიძლება ეს უმოძრაოდ არაფერი არ კეთდება თუ არ მიმოძრავე და არ მივოქმედეთ არაფერი მეტი რაღა უნდა ვიმოძრაო ძამიკო 30-ში არის დანიშნული შეკრება 7-ში არის დანიშნული შეკრება და მე ბიჭებს ყველგან ალტიფოს ბიჭებსაც ვნახავ სხვა ბიჭებსაც ვნახავ სხვებსაც და ვეცდები რომ რაღაც ერთიანი ძალით ეხა თავის ძალის ხმევას და სიყვარულს ყველა აქ ეხა თითო კაცება არაფერს არ მოგვიტანს რა ყველას გაუმარჯოს ვინც პროტესტს ხატავს ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად მაგრამ სადღაცას შუაში თუ ახალ წლებზე არა მომავალში უკვე დაინიშნება ერთი დიდი ისეთი რამე სადაც ყველა გავერთიანდებით და ერთი იდეის ქვეშ ვიქნებით რა საქართველოში ყოველთვის ერთიანობა არის უნდა იყოს უნდა ყოველთვის ვერ გეტყვი შემოგევლე რომ ერთიანობაა ძმაო მაგი ერთიანობა და ყოველთვის არის დარჩენილი და მომავალი თაობას მოდის უმაღლესი თაობას მოდის კი ბატონო გეთახმები ძმაო აბაი მარტო ახალგაზრდები თუ არ გამოვიდნენ და არ თქოს თავისი სათქმელი ჩვენ ის ვიღას დავკარგი ვართ ჩვენ იმაზე ვზრუნავთ რომ საქართველოს მაგათ ხელში იყოს ძმაო
დიდი მადლობა ჩართვისთვის ბატონო ჩემო დიდი მადლობა სწორებ ზანდებით უმოქმედობით არაფერი არ გამოვა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს აი გამოვიდა ბატონ დავითი და ირმამას ჩაწერა მე მგონი და ეს ერთ-ერთი კარგი მომენტი არის სხვათა შორის ბევრი ვიდეოები წამოვიდა რომ დაიდოს რა ადამიანებმა გამოხატონ თავისი აზრი არა არაბული ქალაქების მშენებლობას რა ეს კიდე უფრო ბევრჯერ დატრიალდება მე თითოეული თქვენთაგანი შეიძლება ეს უცბად გამოჩნდეს და თქვას რომ არა არაბული ქალაქების მშენებლობას რა საქართველოში სხვა რამე ინვესტიცია ამდენი მილიარდები რო გაქვს იმაზე აღარ ვლაპარაკობ ალბანეთში რომ უკვე ბულგარეთში გამწარებულები არიან იქ აფრიკულ პროექტებზე და ის და ყველგან ერთი და იგივე სქემაა რა 33% აქვს სახელმწიფოს დანარჩენი იმას რა ვიცი აი როგორ რა უნდა და განა იმიტომ რომ ჯიუტი ვარ და არ ვიჯერებ ვერ დავინახე რა მომავალი ჩემი საქართველოს იმაში სადაც ორი ისეთი გრანდიოზული ქალაქი აშენდება თავისი ინფრასტრუქტურით შიგნით ქართველი თუ ვერ იცხოვრებს ისეთი ტიპი ვისაც მაყუთი აქვს ვიც ის არის და 15000 თუ ეღირება ბინა და 5000 და 10000 ქართველია იქ 16000 პარლამენტს არა ანუ პარლამენტარები ივლენ და ამ იმება რა ქნა ძმაო არსად არ გვინდა არცა პენსიონერებმა 400 ლარი რო აქვს ისა პენსია სარი მაქვს ეთერში მობრძანდით საუბრობისა ბატონო გაუმარჯო ძმაო საუბრობისა ბატონო გიორგი ისტორიული ნიშნის ხეობიდან გიეკავ გაგახარო 15 კილომეტრია დიდგორი ხო შენმა დიდმა მეფემ ცხოვრებულმა დავითმა გაერთიანებულ სამუსულმანოს მოგონი 300,000 და ამ მაიმუნ კაცს შეფოხავს ეს ურჯულოები მთელი ცხოვრება არაბებს ვერ ჯვით 4 საუკუნე აქ იჯდა მაგათი ამირა თბილისში და კიდე აქ მოყავეს დაუბანავები ბატონო გიორგი შემოგიორე ჩვენ გვერდზე ვარ კომებები გიორგი სააკაძე მე ქართველი კაცი ვარ გენაცვალე ძმაო ქართველი ერი ამას არ გაუჩვენე ჩვენ გვერდზე ვარ აი ნახე ძმებო და დებო და ჩემო დაიკოებო შვილებო და უფროსო ადამიანებო ერთ რამეს გეტყვით რა შეიძლება მობილიზაცია ისე ვერ მოხდეს რომ თქვათ ჩამოვიდეს 30-ის აქციაზე ან შემდეგ 7-ის აქციაზე ჩამოვიდეს კაცი მაგრამ ხელმოწერებით უნდა დავტრიალდები მე პირადად დავტრიალდები ძმაო კახეთიდან დავიწყებ და შემოვილი მთელ საქართველოს რომ ამას დავარიგებ და მე კიდე მოუტრიალდები ვისაც გააქვთ სურვილი ადექი და ჩაწერეთ თქვენი გვარი რომ არაბული ქალაქების აშენების წინააღმდეგი ხართ საქართველოში რა მეტი ამაზე მეტი მე პირადად და ჩემზე 100-ჯერ მეტი პატრიოტები და ჯიგრები და უფრო ვაშკაცები ისინი ჩაერთეთ ძმებო საერთო თავის ტკივილში ვართ საერთო გულის ტკივილში ვართ ჩვენ თუ წავაგეთ ეს ბრძოლა ჩათვალე რომ გვემუქრებიან აი ესე არ რას მემუქრები შენერსე მუქრები ბიჭო გაიხედე რა შენერსე მუქრები შეკაი დედმამიშვილო შენა და შენ გინდა თქვა რომ ქართველი ხარ თუ ჩვენ არ გვესმის და ერთი 20 სულს გესმის მაო და ჩვენ არ გვესმის არავის ყველა ტუპოები ვარ თუ როგორ არის რა ბიჭო ეს სიხარბე დათმეთ პირჯვარი გადაიწერეთ რო ეს შეუდგები ქრისტესა შეუდგები განაგდებ სატანას სამჯერ გადაანერწყვეთო ხო და სამჯერაც გადაანერწყვე და 1000-ჯერაც იმიტომ რომ შეუდექით ქრისტეს გზას ქრისტეს გზა არის საქართველოს ისევ საქართველოს დატოვება რა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით ბატონო გესმით კი ბატონო კარგად მესმის ბატონო ჩემო მე კარგოდან ჩვენიო ეხლა გიწევ ტელევიზიაში და გაუწეველი ვარ სამდარი ჩენი ლევან გაჩიჩიადი იმდენი ხალხი საქართველოს სადაც ყველანი ერთად მიდექით სიყვარული იმედი
ბედნიერები, საწავიდა ესპარენტები. რაც არ უნდა ამისმა ტელევიზორი, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია დასწრებდა. რასია არაბების შემოვლენა. იქო მართლები კაცი, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეუძლებს იდეასა, ვერ შეაფერხებია. სად არის ის ფილისების ხალხი, ეს დასაწყებაზე ვერ საკუთარი. ჩვენ სიტყვას ვამბობთ. ძალიან გუნდა წესი და რამ ყველაფერი, აი ის მე ტელევიზორში და გული მწდება, აი ნამდვილად გული მწდება. რაღაცა ყველაფერი გაუფასდება. აღარც ქალაქი, აღარც არაფერს იყავი. მე პირადად ძალიან გუნდა წესი ვარ. ნუ ხართ ჩემო ქალბატონო, ნუ ხართ გულდაწყვეტილი და რატო გეტყვით რა? ისეთი რამე ჭირი არ დატაკებია საქართველოს კაიხანია, როგორც ეხლა დაეტაკა. აი ხა ნახე, ქართველი ერთიანდება მაშინ, როცა საერთო ჭირი ეტაკება რა. აი ნახეთ როგორ გაერთიანდება ერი და ბერი და სულ ყველა რა. ბერი აუცილებლად უნდა გაერთიანდეს, ეკლესიამ უნდა თქვას და უკვე 64-მა ეპისკოპოსმა თქვა და თან ცოტა ისეთი ხაზგასმითმა ავაზაკებად შეირაცხნენ ზოგიერთები და ეგრე არ არის ეპისკოპოსების მიერ ძმებო, ჩემო ძალიან ახლობლებო ეპისკოპოსებო, თქვენს თქვი თქვენი სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამებო, მართალო მამებო, სადახართ ბიჭო, გამოდით ერთი და თქვენი ქრისტიანული სიტყვა რაც უნდა გააკეთოთ. ეხა თევდორე მღვდელის ამბავი გაიხსენე და ყველასი სულ ყველასი რა. თორნიკე ერისთავმა გაიხადა და ბარდასკლიაროსი გახია შუაში. ხო გახსოვთ ეგ ისტორია ჩემზე უკეთესად რა. სადახართ ძმებო, სადახართ ბერებო, სადახართ მართალო მამებო რა. გამოდით და დაიწყეთ ამბიონიდან იმის გადაგება, რომ ეს ჩვენთვის უკვე წარწყმედა იქნება ყველასთვის რა. აუ რა ვთქვა, დემეტრე ჩამირთეთ ერთი თავდადებული რა. იმ გმირების სათარძალო შევსვან, ვინც ხალხს ნეობა შეუნარჩუნა, ვინც არ ზოგავდა სულსა და ხორცს იმისათვის, რომ ჩვენ ყოფილიყავით დაბალნი, მოწყალე, უმანკონი, შვიდნი, მოსიყვარულენი, ბედნიერნი, მამაცნი, თავდადებულნი. იმ ხალხის სულის ხსენება იყოს, ვინც მოაქცევდა ცოდვილებს, ასწავლიდა უმეცარ. მართალია, ღვიძლი და თათარს მიათხოვა და შემდეგ მედროვეს მიხიდა. ნათელა ჯაყელი მოიტაცა და სამუდამოდ დაასახიჭრა. 10 წლის ანგელოზივით ქალიშვილი ვიღაც ბელურს გაატანა. ეკლესიებს მიწები წართვა და იქ ცეცხლითა და მახვილით აყრილი მთიულები დაასახლა. ყველა ბრძოლაში წინ მიძვრება და ათასობით ქართველს აწყვეტინებს ტყუილ უბრალოდ. საქმეზე რომ მიდგება, მონასტერში გარბის ცოდვილის სულის გადასარჩენად. დავითულუ ასეთივე ლაჩარი იყო. ჯერ თათრებს აუჯანყდა, მერე კი დასავლეთში გაიქცა დავით ნარინთან. ამის გამო კი გვანცა დედოფალი აწამეს. პაპამისი ლაშა გიორგი ხომ მთელი დღე ბოზებში ეკდო და თავისი უტვინობით ერი გადაგვარების გზაზე მიიყვანა. მეორე პაპა კახაბერმა ნარინთან შუღლის გამო ქუთაისი თათრებს ორჯერ გადააწვევინა. ორჯერ. მეფია. აი, ასეთი მოდგმის მეფე ხარ. და რა ხარ გიკვირთ რომ ამ დღეში ხართ? ღმერთს მადლობა უნდა უთხრათ. რაღაცნაირად არსებობთ. ერთხელ ამოიღო ხმა დავით აღმაშენებელმა, ვინ გეხვეწება შულს რო ათხოვებო და ისე დილეგში დაალო. წავიდეთ, დავატყვევო და გავასამართლო დიმიტრი მეფე. ადექით, რას უზიხარ? წავიდეთ და დავანგრევთ მეფის სასახლე. წავიდეთ. რას გაჩუმებულ ხარ? დიმიტრის უთხრათ ყველაფერი.
რამ დაგაშინეთ? რამ დაგაბრმავად? რამ დაგაბეჭავად ასე? აცხონოს უფალმა თავდადებულთა სულები. ღმერთმა ცოტა უკეთესი ხელმწიფე მოგცემთ ეს თქვენი დიმიტრი. მეფე ქართველთა, სომეხთა, რანთა, კახთა, მესხთა, ჰერთა, შტერთა, გიშთა, უგუნურთა, გადარეულთა, ბრიყვთა, უდარდელთა, გესლიანთა, ავთა, ბედროვეთა, სამშობლო წართმეულთა, გატიალებულთა, ხერხემალ გადამტვრეულთა, ქვაქვასე არ დატოვებულთა, ბედა წართმეულთა, ბედა წყევლილთა გაცამტვერებულთა, უიღბლოთ. უიღბლოთ. მომთმენთა, კეთილთა, გულჩვილთა, გაუტეხელთა, ერთგულთა, თავდადებულთა, ღვთისმიერთა. დაგლოცო. აი რაღა უნდა ვთქვა არ ვიცი რა როგორი გაბრაზებულია მეფე მაინც ესე რომ რაღაცა სხვანაირად იუმორით რო ატარებენ რაღაცებს ლაბარაკ მაინც აი ფინანს როგორ საკეთებს რა გაუტეხელთა თავდადებულთა ღვთისმიერთა მაინც ქართველია და უყვართ. თქვენ გიყვართ ბიჭო ქართველები? არაბებზე გინდა გავყიდოთ რა ორჩაურად რა. ფუ თქვენ აღარ ვიცი რა რა უნდა ვთქვა? ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით რა. მოგესალმებით ბატონო კორტოც. გაგიმარჯოს მერთმა ძმაო. მე სამომივიდა ყელში ამათ უსამართლობა. მე ჩემი ქვეყნის ისტორია დაწყებული ზედ გამსახურდიან და დღემდე გართული მაქვს. ხოიცით ყველა ქართულში გისპოეტაზეს მე ჩემ თავს პოეტს არ უყურებ მაგრამ მე მიდან ასე დავიწყო დავამთავროთ როსტოვი ზედიზე ასე დავიწყე აღსურდა ქართულთა ოცნება დიადი თავისუფლებას გვიცხადებს ჩვენ თავისუფლებას არასდროს გუში სახლები ჩააკლოს მას დაფასოში ნუ შემდეგ მოდის სააკაშვილი, მაღლა ვარდი ჯირსე დვარდი ამდევზით მოდის ნიშა და რაც გააკეთა ისიც გულავს გარიცმულ ეხლა მინდა რომ ბოლოს გადავიდე ბატონო ბიზნეს მოღვაწეობაზე. დიდი მადლობა ჩართვისთვის შემოგევლე რა ვისაც ღმერთის კურთხევა აქვს ყველა ადამიანს რომ თავს გასწირავს თუ არ გასწირავს და ჩვენ თუ არ ვანახეთ ჩვენ შვილებს ჯერ ჩვენ ხო როგორ გავიზარდეთ ვაი ვაგლახით და იმით მაგრამ ჩვენთან ბიჭობა იყო სიმართლე იყო ესენ ამათმა რა უნდა ნახონ მარტო გენეტიკა ვერ იმოქმედ ერთი ჩამირთეთ რა კიდე დღევანდელი დღე როგორ არის საქართველოში რის წინაშე ვართ რა ერთი რომ გავიყიდებით საქართველოს ჩამირთეთ აი აღარ ვიცი რა როგორ თქვა ხოლმე ხანდახან რა მადლობა ქვეყანა სამი რამ აკლია ცას კიდე ის რას ხიდი ადამიანს სამართალი კარგად დაიმოს აი ასე ხიდნენ საქართველოს და დაიყიდა თამარკალი ცეცალ გუმრიანად აი
მართლა რაი მაგის წინაშე ვართ ძმებო დებო კიდევ ერთხელ გეუნებით თქვენი რაღაცა შინაგანი რაღაცეები ბორგვა და რაღაცეები გადაყარეთ ჩორს რა და ერთად დავდგეთ რაცა და მე ღმერთი ყველა თავის ადგილს მიგვიჩენს რა და როგორა ვართ რა ნიჭიერებაში დაიხარჯეთ საქართველოს სიყვარულში დავიხარჯოთ სულ ყველა არ გამოვა სხვანაირად ვერ გავქაჩავთ ცალცალკე რა ერთად უნდა ვიყოთ ძმებო დაიკოებო შვილებო მამებო დედებო ვინც ახართ რა ყველა იმის საიმში მოდის რომ აუცილებელია საქართველოში ეხლა ერთი დროშის ქვეშ და ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება ზარი მაქვს ეთერში ბატონო გამარჯობა ჩემო კარგო აი ხარ უყურებდი რა და მე ჩათვალე რა თქმა შევადარებია და უხერხულია რომ თვითონ უთავსდება ზევანდელი მოღვაწეების აეროპორტის გულის რა თქმა უნდა მაგრამ შესახიობებზე ვიტყვი რა ზურაბადიანიზე იყო და ტიპასლოში თორმეგუეთის და როგორ აკრიტიკოს ხალხი და აი ეროვნული კუთხით და სურა იყოს მოთხალი რა კაპიტალიზე აი ბაქრომეთმეტი და ძინებს და აღამიტარეს ბარები ჩამოთვალო აი ახლა როცა ცალე იყოს და ჯანზე იყოს რა როგორიც იყო ერთხელ შენაყოდიო ადამიანთა და აი ესეთი ადამიანები და ზურაბადიანიზე ოთარმეღვთუხუცესი გურმანლებანიზე არაპოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკა და პრეზიდენტი აი არ ვიტყვი რა პათხალი მოდით ახლა აღარში უცხოა ჩემთვის ეს პათხალი მოგდა ისიქება რა მაგრამ არაპოლიტიკური ლიდერი ხარ არაპოლიტიკური პიროვნება და შემოგევლე ძმაო ვინ საქართველოს უღალატოს რა გითხრა ვერაფერს ვერ გეტყვი საქმით გავაკეთებ იმას რასაც გასაკეთებელი აქვს და ჩემზე კიდე აი 100,000 ჯერ ვაშკაცი ბიჭები არიან რომელიც უეჭველი გააკეთებენ და ვერ წაგვაქცევენ რა ღმერთი ჩვენსკენ არის ისეთ საქმეს ვაპირებთ რომ გავაკეთოთ რომ არ არსებობს რა ღმერთი გადაგვარჩენს პირჯვარს გადაგწერს და წმინდა გიორგი დაგვიდგება მაგ საქმეში ძმაო დაგვიდგება იმიტომ რომ ისეთ საქმეს ვაკეთებთ არავითარი პარტია არავითარი რაღაცა პიროვნული არა ნებისმიერ კაც შეუულია თქვას თავისი სიყვარული და სიტყვა რა ჩვენ შვილების წინაშე მართლები უნდა დავრჩეთ რა თუ არა და აი ნახეთ ერთი მომენტია გენიალური ნატვრის ხეში ჩამირთეთ ერთი სესილია რა რომ აი როგორა ვართ დღეს რა და როგორ არ უნდა ვიყოთ დღეს რა ჩამირთეთ ერთი სესილია რა ხმა თუ არ ამოვიღეთ ძმაო ახლა ეგეთი გენიოსი ქალბატონის და მსახიობის სესილია რო იყო თაყაიშვილი ყველაფერი გამოხატა თავისი გრძნობით და ყველაფრით ხმას თუ არ ამოვიღებთ არაფერი არ ეშველება თუ არ ერთ მუშტა თუ არ დავდექით საკუთარი ბოღმები და რაღაცები შორს თუ არ გადავყარეთ რა არ შეიძლება ეს ომი უნდა მოვიგოთ ჩვენ რა ეს ომია დედას ფიცა ვარ ეს ომია სერიოზული რა ხელისუფლება ისეთი რაღაცა გამოაცხადა ეხლა რომ ეს ომია რა პირდაპირ ომია ჯერ გეკითხა შეკაი დედმამიშვილო უნდა საქართველოში ეს რო აშენდეს თუ არ აშენდეს 20 კაცი წყვიტავთ საქართველოს ბედი ღბალს ვერ წყვიტავთ შემოკარგებო რატო ვერ წყვიტავთ თუნდაც იმითი დავიწყებ რომ 16,000-ები დაინიშნეთ ხელფასება და ფეხებზე დაიკიდეთ ნებისმიერი პენსიონერი და ჩვეულებრივი ადამიანები ეგ არ არის ზრუნვა და ვინ ახართ თქვენ საერთოდ
ამ ხალხის არჩეული დაქირავებული ხალხი, რომელმაც უნდა გამართოს ქვეყანა. აი, იმდენი თქვენ რა გითხარით, თქვენ ქვეყანა ვერ გამართოთ. პირიქით მონებად გინდათ გადააქციოთ მთელი ჩვენი ქვეყანა. ბიჭო, სულში არ უზის ეს მონობა ქართველს რა. ვერ გახდება სადღაცასა სპარტაკივით არის რა. აი აჯანყებას დაიწყებს პირველივე წუთში რა. წაიკითხეთ მაინც რაღაცები ქართველებზე, რა ვიცი, რა გითხრათ რა. მე ამ ნოძე ვერ დავამთავრებ, იმიტომ რომ ჩემი საქართველო სხვა რამის ღირსი არის. და რისი ღირსია? აი განახებთ ეხლა რა. ჩამირთეთ ერთი მაჟორნი, როგორ უნდა დამთავრდეს საქართველო და რისთვის უნდა გაემზადოს მთელი ერი რა. Zori si